პროექტმა მასწავლა როგორ უნდა გავაკეთო სასარგებლო საქმეები საზოგადოებისთვის. გავაკეთოთ სხვა პროექტები და ვიკონომიკაციოთ ხალხთან. მე კიდევ უფრო გამოვვითარე ფასილიტაციის უნარი. ტრენინგებზე ყველაზე მეტად გამომიმუშავდა პრეზენტაციის უნარი, რათა უკეთ თავდაჯერებულად და მკაფიოდ გამოვთქვა ჩემი აზრები და შეხედულებები. ძალიან კარგი გამოცდილება იყო და კონკრეტულად გამოვარჩევდი პრეზენტაციის წარდგენის უნარს. ამ პროექტმა მე მომცა და მასწავლა ალბათ ჯგუფურად მუშაობის უნარი, რომელსაც ძალიან კარგად გამოვიყენებ მომავალში. ეს პროექტი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და მასწავლთ როგორ უნდა ჩავატარო სწორად ტრენინგი ან პრეზენტაცია. ვაპირებ, რომ ეს ცოდნა კარიერული განვითარებისთვის გამოვიყენო. გავხდები უფრო აქტიური. ვეცდები, რომ ჩემი თემი უკეთესობისკენ შევცვალო. მომავალში ეს ცოდნა აუცილებლად წარმატებულად ჩემი სამომავლო პროფესიისთვის და საზოგადოებრივი საქმიანობებისთვის. ვაპირებ, რომ ჩავაბარო საერთაშორისო ურთიერთობებზე და ვფიქრო პროფესიისთვის ძალიან გამოვადგება. ამ უნარს გამოვიყენებ სხვადასხვა პროექტების წერის დროს, რადგან ხშირად გვიწევს ხალხს გუნდურად მუშაობა და ეს უნარი ძალიან დასაფასებელია და ძალიან გამოსადეგი. ვფიქრობ ძალიან გამომადგება ჩემი მომავალი პროფესიისათვის და ამ ცოდნას ძალიან კარგად გამოვიყენებ. მოგიწოდებ, რომ ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობები, რადგან შესაძლებლობების ხელიდან გაშვება სწორი არ არის. ჩემს თანატოლებს ვეტყოდი, რომ ჩაერთნონ ესეთ პროექტებში და მიიღონ მონაწილეობა. ძალიან კარგი იქნება თუ ასეთ პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას, მიიღებენ ცოდნას და შემდეგ ამ ცოდნას გაუზიარებენ სხვებს. არ შეეშინეთ არანაირი პატარა ნაბიჯების, აუცილებლად პატარა ნაბიჯებით ხდება შენი მომავლის შექმნა და ინდივიდის ჩამოყალიბება და ზოგადად აქტიური ადამიანები არიან კარგი მოქალაქეები. მოვუწოდებ, რომ ჩაერთონ მსგავს პროექტებში, რადგან ჩვენ ვქმნით მომავალ საზოგადოებას. მე ვეტყოდი ჩემს თანატოლებს, რომ ჩაერთონ ხშირად ასეთ პროექტებში, რადგან ძალიან დიდ გამოცდილებას და ცოდნას მიიღებენ და რომელსაც მომავალში ძალიან პროდუქტიულად გამოიყენებენ. არაფერია შეუძლებელი, მთავარი არ გაჩერდე.